გამარჯობა საქართველო, ორშაბათია დღეს. გიზა უჯარმელი ამერიკის გაერთიანებული სახელმწიფოებიდან. ორშაბათია დღეს და მე და სალომე ეხლა ხანს გამოვიდით მუსიკის გაკვეთილებიდან. ეხლა კი ბრუნდებით სახში. პატარა სადილი, მერე კი სალომე ცეკვის გაკვეთილზე წავა უკვე. ეს ძალიან ნორმალური რიტმია ჩვენთვის. ყოველ დღე რაღაც ღონისძიება აქვს სალომეს თავის ცხოვრებაში და რა თქმა უნდა არც ჩვენი სამსახურია ღონისძიებების გარეშე ყოველ დღე მიდის მუშაობა ჩვენს კლიენტებთან და მომხმარებლებთან ყოველ დღე ვეხმარებით ადამიანებს უძრავი ქონების გაყიდვაში ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთვის ერთი დამახასიათებელი რაღაცა ხდება ორშაბათს ყოველთვის ხშირად არა მარტო ორშაბათს, მაგრამ ორშაბათს და პარასკევს განსაკუთრებით ხშირად ბევრი გაუთვალისწინებელი აქტივობა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ქვეყნის და მიუხედავად მე მგონი საქართველოშიც არ არის ეს გამონაკლისი, ამერიკაშიც ასეა. ხშირად ადამიანები იმ ყველაფერს, რაც კვირის ბოლოს ვერ მოასწრებენ, ორშაბათს დილით რომ გაიღვიძებენ, მაშინ გადაწყვიტავენ რომ მოასწრონ. და როგორც წესი ორშაბათი რო თენდება დილის 8 საათზე გირეკავენ და უცბად იმ აქტივობასთან ერთად რომელიც უკვე დაგეგმილი აქვს ადამიანს უნდა მოხდეს შეზავება იმ ყველა დანარჩენი ახალი აქტივობის, ახალი მოთხოვნების, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები გვთავაზობენ, ასე ვთქვათ, ხო? ეს უბრალოდ შეიძლება სამსახურში მიდიოდეთ ორშაბათს, გათვალისწინებული გქონდეთ რამოდენიმე შეხვედრა და უცბად ვიღაცამ დარეკა, რომ იცით გასულ კვირას ვფიქრობდით იმის შესახებ, აი ამ სახლის შესახებ და ძალიან მოგწონს და იქნებ კიდევ ერთხელ გვანახოთ. შეგიძლიათ აი ახლა 1 საათის განმავლობაში გვანახოთ ეს სახლი და რა თქმა უნდა, უძრავი ქონების პროფესია იმას ითვალისწინებს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაჩნდეთ იმ ადგილას, სადაც თქვენ გელიან და იმ დროის განმავლობაში როდესაც თქვენ გელიან. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არა მხოლოდ ისაა, რომ თქვენ გესმოდეთ უძრავი ქონების ბაზარი, პირობები, კანონები და ასე შემდეგ, არამედ ის, რომ იქ იყოთ, სადაც ადამიანებს სჭირდებით. მე მგონი დანარჩენ ცხოვრებაშიც ესეა, ხომ? არაფერი აზრი არ აქვს ადამიანის არც მეგობრობას, არც კომპანიონობას, თუ ადამიანი არასდროს არ არის იქ და არასდროს არ არის მაშინ, როდესაც ადამიანი გჭირდებათ. აი ესე ახლა გავემართებით ჩვენ სახლისკენ. სალომე აქ ჩამჯდარია კოხტად. ხო, სალომე, რა საკეთებ, რა თამაშობ? I'm just watching videos of Minecraft. Minecraft. Hey, don't post it on YouTube though. Don't post it on. იქნებ საქართველოშიც თამაშობენ Minecraft. ღვედები შეიკარი. Hey. ღვედი შეიკარი. ანშნა ღვედი. ეს კი ჩვენი ქალაქის ცენტრალური ნაწილია. 17 წლის წინ, როდესაც სამქალაქში ჩამოვედი, აი ეს შენობა არ არსებობდა. არც აი ეს ხიდი, რომელიც გადადის ორ შენობას შორის. აქ რაღაც ძველი შენობები იყო მაშინ. ბევრი რამე არ არსებობდა, რა თქმა უნდა, არც ეს შენობა არსებობდა, რომელსაც ახლა ხედავთ. და არც ეს სასტუმრო. არც ეს შენობა, უბრალოდ რა საინტერესოა. 17 წელი, რა თქმა უნდა, დიდი დროა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ 17 წლის განმავლობაში ორმა კრიზისმა ჩაიარა ქვეყანაში, ფინანსურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურმა კრიზისმა, არც ეს შენობა არსებობდა, რომელსაც ახლა ხედავთ. ეს არის ერთადერთი და პირველი მაღლივი შენობა ჩვენს ქალაქში. აი, რასაც ცათამბჯენებს ეძახიან ხოლმე, ეს არის ერთ-ერთი პირველი ჯერჯერობით მეტი ცათამბჯენი არა გვაქვს. არც ეს შენობა არ არსებობდა, აი რომელსაც აქ ხედავთ, ეს არის თვალის კლინიკა. აი კლინიკა ეგრე ქვია. რამდენი რამე კეთდება სულ რაღაც 17 წლის განმავლობაში და არც ეს შენობა არსებობდა, რომელსაც ახლა ხედავთ, ეს ახალი საბანკო შენობა, ანუ credit union ეგრე ქვია.
Clover Belt Credit Union. აი ეს შენობა სულ ახალია, ხედავთ ასფალტს ახლა აგებენ. ძველი შენობები მოაშორეს და ახალი ააშენეს. რა თქმა უნდა, ამერიკაში ბევრად უფრო ადვილია, როდესაც ძველი შენობის დანგრევა საჭირო, იმიტომ რომ, ну, იცით, ძველი შენობა, აქ 100 წლის შენობა უკვე ძველად ითვლება და ვინაიდან არავითარი ისეთი დამოკიდებულება არ არსებობს, როგორც ევროპაში, ხო? იცით, ევროპაში ახლა ციხესიმაგრეს ან რაღაცას ვინ დაანგრევს, იმიტომ რომ ეს ისტორიული რაღაცა. ამერიკაში თუ რაღაც ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს ამ ძველ შენობას, ადვილად ანგრევენ, თავარია ეკონომიკური თვალსაზრისით აზრი კონდეს. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი, რა თქმა უნდა, მე ხშირად მithქვია, ეს ყველაფერი დადის ეკონომიკურ თვალსაზრისამდე და ფულზე. თუ ფულით რაღაცის დანგრევა ან აშენება ამართლებს, შენდება და როგორც წესი ამერიკაში შენდება ძალიან ჩქარა, იმიტომ რომ როგორც კი მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რაღაცა აშენდეს ან დაინგრეს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადამიანის პირადი გადაწყვეტილება არ არის. აქ არის ჯგუფი ინვესტორების ან ადამიანების, შეიძლება ერთი ადამიანიც იყოს, მაგრამ იმ ადამიანს ექნება უკვე დაფინანსება განაღდებული და როცა გაფინანსება უკვე მზად არის, იქ მშენებლობა მიდის ძალიან ჩქარი ტემპებით. რა თქმა უნდა, არავინ არ აშენებს აქ ისე რომ ვიღაცა ფულს ელოდებოდეს და რაღაც გათვლები იყოს ფანტასტიკის სფეროდან. ალბათობაზე აქ არაფერი არ კეთდება. ეკონომიკა არის საკმარისად მდგრადი, თუნდაც კრიზისის პერიოდშიც ძალიან სტაბილურია ყველაფერი, თუ ყველაფერი გათვლებზე არის დაყრდნობილი და როგორც წესი ამერიკაში ყველაფერი გათვლებით მიმდინარეობს. ყველაფერი გააზრებულად ხდება. მე არ ვამბობ, რომ აქ არ არის ცდომილებები და აქ აი ეს უკვე ჩვენ სამეზობლოს უახლოვდებით, მინდა განახოთ ოდენიმე ამერიკული ქუჩა, როგორ არის კეთილმოწყობილი, აი ხედავთ სახლებს. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკა. მეტი წილი ამერიკის არის ესეთი. აი ეს სახლი მაგალითად აქ საგულისხმოა. ეს სახლი გაიყიდა სულ რაღაც 130,000-ად და ხალხმა ვინც იყიდა, აბსოლუტურად ყველაფრის რემონტს აკეთებენ ახლა. ხედავთ? გარაჟი, სახლი, აბსოლუტურად ყველაფერი განახლდება. აი ვიღაცამ კაბრიოლეტით ჩაგვიქროლა. ეთყობა არ მოეწონა ჩემი ნელი სიარული. ახლა იმან რა იცის რომ მე საქართველოში მიმყავს გადაცემა და ჩემს ძვირფას თანამემამულეებს ვუყვები მისი ლამაზი ქვეყანის შესახებ. აი ლამაზი სახლები ჩვენ სამეზობლოში. აი ესეთია ამერიკა. და უახლოვდებით ჩვენ სახლს. როგორც გითხარით, Hamilton Street. ესეც ჩვენი სახლი და ჩვენი ქუჩა. ძალიან მიყვარს ჩვენი ქუჩა. ძალიან წყნარი, ლამაზი და კოხტაა. ერთი საინტერესო მომენტი. აი ხედავთ, ეს არის UPS-ის truck. And UPS-ის trucks ატარებს ეს ქალბატონი. ხედავთ, ამხელა მანქანას ატარებს ეს ქალბატონი. UPS არის როგორც ალბათ იცით საქართველოში იქნება UPS-ი. წარმოიდგინეთ თბილისში მე არასდროს არ მინახია თბილისში რომ საფოსტო მანქანას ამხელა ზომის ქალი ატარებდეს ან თუნდაც ტრაილერს, რაც ამერიკაში ძალიან ხშირია. ეს კი ქალაქმა გადაწყვიტა ამ ნაგვის ყუთების დადგმა. ყოველ ნაბიჯში ეს ნაგვის ყუთებია. ძალიან მახინჯი ყუთებია მე თუ მკითხავთ, მაგრამ აქ პოზიტივიც უნდა დავინახოთ. პოზიტივი რა არის, რომ ნაგვის ყუთები არის და ადამიანს საშუალება აქვს არ დაანაგვიანოს ეს ლამაზად მოპირკეთებული ქუჩები. ეს კი ჩვენი Center Mall. ანუ ქალაქის მოლია ცენტრში. სალომე, ახლა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ნაყინი ხო? მე და სალომე კი ნაყინის საჭმელად შემოვედით ჩვეულებრივ ამერიკულ სანაყინაში.
Hi there again. Kids are doing music and then ice cream. That's the way to go. Right? That's the way Right. to go Monday. Yeah. Make it happy Monday. No, it's good. Thank you. Salome, შენ იცი რა უნდა ჭამო? You got an idea what you eating? Yeah. Salome, შენ ნაყინს რა ქვია? რა ქვია შენ ნაყინს? ნაყინს რა ქვია? სუპერმენის ნაყინი, Yeah, ნაყინი. that's what it's called. მე რა თქვი? I don't Brain freeze გაკ? Yeah. აი დიდ ნაჭერს რო შეჭამე, გრეიცის ტვინმა გაყინვა. One sec, it's too cold out here. სად არის შენი ჟაკეტი? Where's your jacket? არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამერიკაში ძალიან ცოტა ხალხია ქუჩებში. ნუ ყველა მანქანაში ზის და ამიტომ აი ეს არის ვაშინგტონის ქუჩა. ნუ შესაძლებლად რუსთაველის პროსპექტზე რომ ან გამზირზე რომ ამდენი ადამიანი იყოს, აქ სულ 3 კაცს თუ დაითვლი. Salome? What is monstro? მანქანაში ჩაჯდომა არ ვიცი. იმიტომ რომ მე მანქანა არ გამიღია, ალბათ არც დამიკეტი. მანქანა ღია იყო? Was the car open? Glad Wow. no one stealed. საინტერესოა. ეხლა მივემართებით ჩვენს ოფისში და უბრალოდ განახებთ იმ მონაკვეთს ქალაქის ცენტრიდან ჩემს ოფისამდე. რაღაც 5 წუთია ალბათ, სულ სავალი, მაგრამ რაღაც წარმოდგენას შეგექმნით თუ როგორ გამოიყურება ამერიკული გამზირები. ჩვეულებრივი პატარა ქალაქის გამზირები. ეს არის Grand Avenue. Grand, როგორც სიტყვა ამბობს, დიდი avenue. ეს არის წმინდა მერის ეკლესია. კათოლიკური ეკლესია, რომელიც ევროპელმა არქიტექტორებმა და ევროპელმა მოქანდაკეებმა და იკონოგრაფებმა მოკაზმეს, ძალიან ლამაზია შიგნით. ერთ-ერთმა აქაურმა წარმატებულმა ადამიანმა შემონაწირი გააკეთა მე მგონი 4 თუ 5 მილიონი დოლარის ოდენობით და ჩამოიყვანეს ევროპიდან ფერმწერები, იკონოგრაფები, ხატის ხელოსნები და მხატვრები, რომლებიც ხატებს ხატავენ და ეს ეკლესია მთლიანად იქნა შეკეთებული და ძალიან ლამაზია. წირვა ლათინურ ენაზე მიდის, ძალიან ტრადიციული კათოლიკური ეკლესია. ბევრი მიმდებარე ყავს ძალიან. ვაგრძელებთ ახლა მოძრაობას Grand Avenue-ზე. აქ არის ამ გაყოლებაზე ხედავთ ბინებს, რომლებიც ქირავდება. ნუ ბინები არ ესეთი კომპლექსები ხედავთ. ეს კი ჩვენი ადგილობრივი ტელევიზია მე-7 არხი, რომელიც არის ეს რეგიონის სისტემაში Fox-ი თუ იცით, Fox-თან ერთად არის სისტემაში. ადგილობრივი არხია, მე-7 არხი, როგორც ვთქვი. ამერიკაში ბევრი სხვადასხვანაირი ეკლესია არსებობს. ეს ეკლესია არის Wasau Bible Church, ანუ ვასაუს ბიბლიის ეკლესია. ეკლესია ესე გამოიყურება, ხო? ცოტა ისეთი ძნელი წარმოსადგენია ქართული ადამიანისთვის, რომ ეკლესია შეიძლება ესე გამოიყურებოდეს, მაგრამ ამერიკაში ყველაფერი არსებობს. შეიძლება ეკლესია უბრალოდ სახლში იყოს, არავინ არაფერს არ უშლის. აქ რაც შეეხება რელიგიას, მთლიანი თავისუფლება აქვს ადამიანს
შეიძლება ადამიანმა ნებისმიერ დღეს წამოიწყოს ახალი ეკლესია და აბსოლუტურად არავითარი პრობლემა არ არის. Salome. Ღვედი. Anschnallen. That's not good, Salome. I shouldn't be reminding you that. Stuck. Salome's დავიწყდა ღვედის შეკრა. ეს არ არის კარგი, არ ვიცი. დაანებ ახლა მაგ iPad-ს თავი და შეიკარე ღვედი. You have to try it with a feeling. Not so wild. Got it. ეს კი ჩვენი მეცხრე არხი, როგორც ხედავთ, ABC-სთან არის ესენი აფილირებული. ანუ ერთი და იგივე სისტემაში არიან ABC-სთან. აი ეს ჩვეულებრივად გამოიყურება ამერიკული გამზირები, როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა ადამიანი დადის ფეხით. ნუ მთელი ამერიკა მანქანაში ზის. ბენზოგასამართის სადგური. და ამ პატარ-პატარა შენობებს რო ხედავთ, ყოველი პატარა შენობა რაღაც გარკვეული ბიზნესია, ანუ გარკვეული დაწესებულება, ხო? და ჩვენი ქალაქი აქ მთავრდება და იწყება შემდეგი ქალაქი, რომელსაც სკოფილდი ქვია. აი, ესე გადადის. ამ შუქნიშნის იქით არის უკვე ქალაქი სკოფილდი, დაარსებული 1904 წელს. გადავედით ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. ხუთი ქალაქია ეს ერთმანეთში შერწყმული აქ. საერთო ჯამში 125,000 მოსახლე. და სადღაც 260,000 მოსახლე მთელს რეგიონში. ნუ რეგიონი როგორ, რაიონში ასე ვთქვათ. ეს კი მანქანების მაღაზია. Buick, GMC, General Motors. ამათი მაღაზია აქვს. და უშველებელი ამერიკული დროშა ძალიან მიყვარს, როდესაც ესეთი დიდი დროშები აქვს ქვეყანაში. მინდა რომ საქართველოში ბრად შეიძლება მეტი დიდი ქართული დროშა ფრიალებდეს. ყოველ ნაბიჯზე, როგორც ამერიკელებმა იციან. ეს კარგი ტრადიცია საკუთარი დროშის და სიამაყის გამოფენა. ამერიკელებს კარგად აქვთ ეს შესაძლებლობები. ფიქრობ, კარგი იქნებოდა საქართველოშიც რომ ასე იყოს. რა თქმა უნდა, ყველგან ხედავთ რომ ამერიკელებს დროშები აქვთ გამოფენილი. და ამ შუქნიშნის შემდეგ უკვე ჩემი ოფისია. აი სულ რაღაც 5 წუთში მოვედით ჩემს სამუშაომდე. აი ეს შენობა არის ჩვენი სამუშაო. გავაჩერებთ მანქანას და მე და სალომე გავაგრძელებთ მუშაობას, ანუ რამოდენიმე აქტივობა კიდე მაქვს გასაკეთებელი. ეხლა არის სადღაც ზუსტად არის 5 საათი.